რუსების მიერ წამებით მოკლული ქართველი მებრძოლი 44 წლის ამირან ზოიძე ოზურგეთში ჩამოასვენეს. ჯარისკაცი ოკუპანტების ტყვეობაში 2024 წელს ჩავარდა. გავრცელებული ინფორმაციით ზოიძის სხეულს წამებისა და საკონტროლო გასროლის კვალი ეთყობა. ცხედარი უკრაინას 2025 წლის აგვისტოში გადასცეს. ტელეკომპანია კავკასიისთვის ამერიკიდან გაკეთებული შემოწირულობის გამო კომუნიკაციების კომისიამ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. ამის შესახებ ტელევიზიის გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი წერს. ჟურნალისტის განმარტებით სამართალ წარმოებამ აუწყებლის შესახებ კანონში გაკეთებული ჩანაწერის თანახმად დაიწყო, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნისგან თანხის მიღება აკრძალულია. ოცნების ინიციატივით სამეწარმეო ვენახის გაშენებისთვის თანხმობის მიღება იქნება აუცილებელი. პარლამენტში ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილებას განიხილავენ. დღეს მოქმედი კანონით ვენახის გაშენების წინაპირობა მხოლოდ ნებადართული ვაზის ჯიშების გამოყენებაა. ზელენსკი ამერიკელ სენატორებს შეხვდა, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. პრეზიდენტთან შეხვედრამდე სენატორები რიჩარდ ბლუმენტალი და შელდონ უაიტჰაუსი რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნებულ ბავშვებთან იმყოფებოდნენ.